გეფიცებთ ხახო ეს 3 დღეა ხარხარებ ისეთ კომენტარებს. ისეთ კომენტარებს ვკითხულობ. რომ მოდი ხა წავიკითხოთ რამდენიმე კომენტარი. ჩემი რა ვიცი, ნე. შევიდეთ ვიდეოში. მოდი ახლა ვნახოთ ბოლო ვიდეოს კომენტარები სად არის. ბოლო გესინჯებათ მე ხა გავაჩერებ. მაჯასთან დაკავშირებით, მაჯაზე, ესე იგი, მაჯაზე პულსაცია გავაჩერე მეთქი, ნახე რა წერს ხალხი. მაჯასთან მე არ მესინჯება 3 დღეა. ჩართეთ ისევ არ მაინტერესებს, არ მოვკვდეო. ძლივს პულსი მაინც გვესინჯება, ჯიგარო რას გვერჩიო. ასე გულიანად მაცინე გაიხარეო. ლაშა წუხელთელი ღამე ამ გულის ცემაზე ვფიქრობდი, ჯერ ძლივს დავიძინე, მერე კიდე სიზმარში სადღაც მივფრინავდი და ფიქრობდი მოვკვდი თქო, ძლივს გავიღვიძე. სალამ ყველას, სალამ გოგა. პულსი მესინჯება, აი გულის ცემა გამქრალი მაქვს, მე გული მესინჯება, ისე გამიყვანე, სალამი, სანამ შემოვლენ კომენტარებს დავიკითხავ. მეც არ მინდა, ანუ მოვკვდით და ჯერ არ გვეუბნებიანო. სხვადასხვა ხო, აი ხა წერს, ამას იძახიან საქართველოში, ევროპაში, ეს არ გაჟღერებულა, არც ტელევიზორში, ევროპაში ფეხებზე კიდიათ ხახნო ეგეთ რაღაცები. ასეთ რამებზე რუსები ლაპარაკობენ მარტო. არც ტელევიზორში, არც გერმანულოვანი ინფლუენსერების მიერ ისე გადასული ვარ მომდევნოშია. ხო, და რაღაცები წერია, მედიცინა უძლურიაო. ძალიან გარკვევით მიცემს გულიო. კაია. ვაიმე დედა. დღეს დავიწყეს იგი ვიქტორ ივრო არის, კარჩე აი ამ ბლოგერმა. ესე იგი, თქვია ვიქტორ ივ. без канализации нет цивилизации. კანალიზაციის გარშე ცივილიზაცია არ არსებობს რა და აი ამაზე მოსკოვის წყალგამწვენ სისტემები და კანალიზაციაზე ალბათ ბოლოში არ მინახავს ბოლომდე ჯერ დასაწყისში არის წყალგამწვენ ფილტრებზე და სისტემებზე არის საუბარი საიტი არის ეგეთი ლენტა.ru მაგ რუსების საიტიდან სტატიას კითხულობს და ალბათ ერთი კვირა მოვჩევი მე ამის თარგმნას რა ხო და ის არის რა ქვია მაგას რა ქვია მაგას რა ქვია ხო მოგეთ ამ მოსკოვის კანალიზაციის მაგალითზე ესე იგი მოსკოვის კანალიზაციის მაგალითს განვიხილავთ და ნუ ანალოგიური ეხება სხვა ქალაქებსაც მსოფლიოს დანარჩენ სხვა ქალაქებსაც ხო და ეს ახლა დავიწყე აი ამ სტატიის თარგმნით და ეფრემოვის ვიდეო ალბათ 5-6 ვიდეო არის სათარგმნი რომ მე ამასთან გავაერთიანო ახლა ეტაპობრივად დავდებ და მე ერთიანად YouTube-ზე დავდებ ნაწილებსაც დავდებ და მთლიანადაც რატო არის ეს მნიშვნელოვანი ახლა მე მესმის რომ ხახს ესეთ რაღაცები საერთოდ ფეხებზე კიდევ არ აინტერესებს მაგრამ წყალგამწვენი სისტემების რეალური მოცემულობა აი როგორ ეს ანუ ოფიციალურად რაზეც გვეუბნებიან რა როგორ მუშაობს და ანუ სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი უნდა გაირკვეს იმიტომ რომ აი სტატიაში მე მივადექი ახლა ზუსტად გაეროს რეკომენდაციებს იმიტომ რომ გაერო რეკომენდაციებს რო გამოსცემს იქ უკვე მე აი ჟანგბადის სერტიფიკატებზე იყო ადრე საუბარი მე წყლის სერტიფიკატებზეც იქნება საუბარი და ჩათვალეთ ჟანგბადის გადასახადები, წყლის გადასახადები სხვანაირად იქნება, მაგრამ წყლის რესურსების შეზღუდვა მოხდება და წყლის რესურსების შეზღუდვა მოხდება ცრუ არგუმენტებზე დაყრდნობით.
ამიტომ სანამ ეს რეგულაციები დაწესდება, ჩვენ უნდა მოვასწროთ ამაზე საუბარი. ანუ სისტემა უნდა ვამხილოთ იმაში, რაშიც გვატყუებს, რომ მერე ამას მე ვეღარ ვილაპარაკებ. უბრალოდ ეს ვიდეო რო დაიდება, მერე არ მიაქცევენ ყურადღებას, ახლა ესე ვთქვათ, სპეცსამსახურები არ შევლენ ჩემს YouTube-ზე და 2 წლის წინანდელი ვიდეოს არ ჩასკროლავენ და აუ ეს რატო თქვა ტიპმა 2 წლის წინო გესმით? მაგრამ სასმელი წყალ ეს პირდაპირ ჩვენ სიცოცხლეს უკავშირდება, ანუ სასმელი წყალს რამდენად შეგვიზღუდავენ. ამაზე არის თავარი რა. სკოლის ფორმებზე რას გვატყუებენ ლაშაო. მეც რა ხახო სასკოლო განათლება ერთი დიდი ტყუილია ზოგადად. რაც შეეხება ფორმებს, მე მაგალითად მივესალმები ზოგადად ფორმები რო გქონდეს ხალხს, ფორმები რო იყოს, მე მაგალითად მივესალმები, იმიტომ რომ ძალიან დაახეული ჯინსები და რაღაცები დადიან. თუ სკოლა არის ზოგადად მივესალმები ფორმებს. უბრალოდ ახლა იქ ხარისხებზე იყო იქ საუბარი და მე არ ვიცი ახლა იქ ბევრ რამეს წერენ. თუ მართლა სინთეტიკა არ ვარ გაჯობია ბამბა იყოს და არ ვიცი მე არ ეგ ბევრ რამეს წერენ, მაგრამ შეიძლება სხვანაირად იყოს. არ ვიცი მე ზუსტად ვერ გეტყვით რა. კი, სკოლა მხოლოდ იმისთვისაა, რომ მორჩილება გასწავლონ სისტემისო. კი, სკოლა ამზადებს, ნახე როგორ არის სკოლა ამზადებს მონობისთვის ადამიანს და უმაღლესი განათლება ანუ ნახე როგორ სკოლა ამზადებს მონობისთვის, ანუ მონობისთვის აყალიბებს ადამიანს, მომავალი მონობისთვის, ანუ კორპორაციების მონობაში რო იყოს შემდგომ მომავალში მოქალაქე, ლაივში ვარ, ბლოგერი ვარ, მეც არაფერს არ ვსაქმიანობ. სალამი. ესე იგი, სისტემის მონობისთვის ამზადებს სკოლა და უნივერსიტეტი აჩვევს მონობაში გაძლებას. აი ეს ორი რამეა, მონობისთვის მომზადება და მონობაში გაძლება. ანუ გადრე რო დავდე, ერთ-ერთი სტალონის ფილმში იყო ეგ რო კოლეჯის კოლეჯი, ქაური კოლეჯი, ამერიკული კოლეჯი ჩვენი იგივე უმაღლესია. ანუ უმაღლესის დიპლომიო შენს დამკვეთს შენ ესე ვთქვათ, შენი სამსახურში ვიღაცა ვინც უნდა აგიყვანოს ტურებს აღარ ვაწყობ. ეხლა აღარ ვაწყობ, ჯერჯერობით მე თვითონ მოგზაურობ და ბლოგებს ვწერ. ტურებზე აღარ დადის ხალხი, აღარ უნდა რა ვიცი, თავიანთვის დადიან, აღარ დადიან და ამიტომ მე მოგზაურობ, ჩვეულებრივ ვაგრძელებ ვიდეო ბლოგებს ვიღებ და ვდებ YouTube-ზე. ხო. ხო და რას ვამბობდი? და მოგედი, როდესაც შენ სამსახურში გასაუბრებაზე გადიხარ, გასაუბრებაზე, სამსახური და იქ შენს საბუთებს ამოწმებენ, სამსახურში აინტერესებს შენს უფროს შენი დიპლომი, იმიტომ კი არა შენ იქ რა ისწავლე, არამედ აინტერესებს ის, რომ შენ დიპლომი გაქვს თუ არა აღებული, ანუ დიპლომი რას ნიშნავს? რომ დიპლომი ნიშნავს იმას, რომ სალამი, დიპლომი ნიშნავს იმას, რომ დიპლომი არის დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ შენ ნახევარი დღის განმავლობაში შენ ნახევარი დღის განმავლობაში ესწრებოდი ლექციებს, ანუ სამუშაო დღეებში და მერე დანარჩენი დღის მეორე ნახევარი ამზადებდი საშინაო დავალებას რა. საშინაო დავალებას. ანუ რეალურად უმაღლესი რაც ისწავლე, არავის არაფერში არ ჭირდება, ეს იყო უბრალოდ გამძლეობის ტესტი. შენ ეს გამძლეობის ტესტი ჩააბარე, ანუ შენ შეგიძლია მთელი დღე იჯდე ერთ ადგილზე. ეხლა აი მე გეტყვით ხო? დღეს ეხლა და გუშინ, ანუ იქ ტყეში არა ვარ წასული, მე ტყეში წავალ და ტყიდან მექნება ლაივი, მე ამ ტყეებსაც შევიცვლი, სხვადასხვა ლოკაციებზე მექნება ტყეებიდან, ფიჭვნარის ტყე იქნება, რცხილნარის ტყეებიდან და იქიდან თოვლიდანაც მექნება ლაივები. ცოტა ველოდები რომ მოიხოდოს რა ეს ლაივები და სტრიმები და ისინი რა ქვია YouTube-ი რა ველოდებ რომ მოიხოდება კიდევ უფრო საინტერესო რამები იქნება. ხო და ნახე რა ეხლა დღეს და გუშინ სახში ვზივარ, კორპუსში ვზივარ, იმიტომ რომ წვიმს რა და ხა ტალახის ზელა მეზარებოდა რა ტყეში. ხო და აი
ხო და ანუ აი ახლა წამოდი მთელი დღე ვზივარ ლეპტოპთან უნდა მეთარგმნა დავიწყე თარგმნა ახლა წავიკითხავ ცოტას მაგრამ აი როგორ იცი დავიზანდე აი ზომბივით დავდივარ ერთი ოთახი და მეორე ოთახში წამოვწვევი PUBG-ს ვითამაშებ ავდგები ერთ გვერდს ვთარგმნი წამოვწვევი PUBG-ს ვითამაშებ იმიტომ რომ ეს არის სტრესი ანუ корпуსის ბინაში ყოფნა თუნდაც ოფისში ჯდომა ანუ რაზე არის აქ საუბარი ეხლა ეს ლეპტოპ ანუ ტელეფონი მიყუდებული მაქვს ლეპტოპთან რა აი წარმოიდგინეთ ოფისებში ხომ მუშაობს ხალხი ეს აქციეს ნორმად რომ ადამიანები ჩვენ ვინც მუშაობს ვიმეს კი არ ვლანძღავთ არა ჩვენ თვითონ სამსახურებზე ვსაუბრობთ რა პირობებზე ეს აქციეს ნორმად და დაჟე პრესტიჟულ სამსახურებად ანუ ხალხი დააჯერეს რომ ეს პრესტიჟული სამსახურია როდესაც ჩვენ ოფისში ზიხარ აი კონდიციონერი გაქვს ყავის აპარატი გაქვს ოფისში ზიხარ შენ და ისა გაქვს რა ლეპტოპთან ზიხარ მთელი დღე და ეს ხალხი დააჯეროს რომ ეს არის პრესტიჟული სამსახური იმიტომ რომ ფიზიკური შრომა არ გიწევს ფიზიკური შრომა ესე თქვა ცუდ იმაში გადის როგორ ვთქვა ცუდ დაბალი ხარისხის სამსახურში გადის ამ დროს პირიქით არის ეხა მაგალითად გზების აი დეპარტამენტი რო არის და ეხა იქ ასფალტებს რო თხრიან და სიცხეში იქ საშინელება არის მუშაობა რთულია მაგაზე არ ვაბობ მაგრამ სოფლის მეურნეობის ამბავში როდესაც გიწევს ფიზიკურად მუშაობა ეხა ხვალიდან მზე არის და ხვალიდან სულ სოფლის მეურნეობის თემაში უნდა ვიმუშაო რა ანუ ეს თქვა ხალხებს ავჭრი ხო გეტყვი ახლა ხალხებს ავჭრი ხან იქ ბოსტანია ხან რაღაცა ხან ფერმა ხან 1000 ადგილზე მივდივარ მოვდივარ რა აი მაგ დროს თავს გზნობ ცოცხლად აი ახლა ვზივარ ეს არის კატასტროფა აი ვზივარ რასაც ქვია ვზივარ და მთელი დღე და აი ყოველ დღე ხალხი ესე მუშაობს ეს იწვევს უამრავ დაავადებას უამრავ აი ორგანიზმის გაჩერებული ეს არის საშინელება შენ მერე ანუ ესეთი სამსახურის მერე შენ მთელი დღე ოფისში ლეპტოპთან ჯდომის მერე შენ რომ მიდიხარ ჯიმში და 1 საათი ვარჯიშებ კი კარდიოს დროს იქ რა ქვია აღდგენითი პროცესები კი წავა მაგრამ რეალურად ეს არის თავის მოტყუება ანუ ორგანიზმს მთელი დღე ჭირდება მოძრაობა ან მთელი დღე უნდა იმოძრაოს ორგანიზმმა და ღამე დაისვენოს ეს არის ადამიანის სწორი ბუნებრივი მოცემულობა და აი კაპიტალისტურმა სამყარომ ესე შექმნა რომ აი ხალხი ჩააჯინეს მონად ვიღაცა მთელი დღე ზის ვიღაცა მთელი დღე ან საჭესთან ზის მერე ვიღაცა კიდე მთელი დღე სტანოკთან მუშაობს სადღაც ქარხანაში ანუ რუტინული სამსახურები და საქმიანობები და აი ამისთვის ამზადებს სკოლის სისტემა და უნივერსიტეტის ზოგადად განათლების სისტემა რა განათლება დღეისათვის ყველანაირი ტიპის განათლება ხელმისაწვდომია სალამი ყველანაირი ტიპის განათლება ხელმისაწვდომია დღეს და ცუდი არაფერი არ არის იმაში რომ სიტყვაზე კოლეჯში შეხვიდე ლიცეუმში შეხვიდე რაღაცა კურსები აიღო ნუ უმაღლესი თუ ძალიან გინდა ისწავლე მაგრამ უბრალოდ არ ვიცი რა არ ვიცი ესე მთელი დღე 5 საათი 6 საათი ლექციებზე იჯდემ მე ისევ ისინი გეფიცებით უმაღლესის და უნივერსიტეტის კონსპექტები დღემდე არ მაქვს ჯერ ბოლომდე წაკითხული ანუ ნელ-ნელა ვკითხულობ უნივერსიტეტის 15 წლის წინანდელი დროის 15 წლის წინანდელი კონსპექტებს ეხლა ვკითხულობ ნელ-ნელა და ვფიქრობ ხოლმე ბიჭო როგორ უნდა ანუ რას ვამბობ როგორ უნდა მომესრო ან ტექნიკურად კი მოვასწრებდი თუ დავჯდები მაგრამ თუ დავჯდებოდი ნახეთ რა არის საქმე მე ჩემს ახალგაზრდობის დღებს თუ დავჯდებოდი და შევწირავდი ამეების კითხვას ბიჭო რატომ უნდა ვიკითხო ეს ახალგაზრდა კაცმა როდესაც დავდიო ბატუტზე ხტუნვაზე დავდიოდი ტანვარჯიშზე დავდიოდი რა ვიცი კაი მოკეიფე ხელა კაცი ვიყავი რო იტყვე და კურსელები მეუბნებოდნენ რაღაც რო შენი ბატუტიაო რაღაც რო შენი ტურნიკიაო ხან რას ვარჯიშობ სეირნობდი ლაშქრობებს დავდიო მოგზაურობდით ახალგაზრდები კურსს ვიხარებდით როგორ შეიძლება უნივერსიტეტში ადამიანი როდესაც ხარ არ მაქვს არა ხო და როდესაც ხარ უნივერსიტეტში მთელი შენი ახალგაზრდობის ნახე ანუ შენი ახალგაზრდული ენერგიის ანუ ჩაკლას აკეთებ რა ანუ შენ კლავ შენს ახალგაზრდულ ენერგიას წარმოიდგინე და მე ადამიანებს ვუკვირთ რომ უბედურები არიან ხვდები ამიტომ ეს კონსპექტი ბიჭო არსად გაიქცევა ადგები გაგერმილე ზოგი აქეთ მილაკია ეხლა ეგ თეოლოგიური წიგნები ჯონ აპდაიკი როდის დავიწყე ხო ეს
ხო, კლასგარაში ლიტერატურასავით, იქით ისე თბილისის ისტორია, რუსული ის არის, რა ქვია, ლექსიკონი არის 1950-იანი წლების, იქით მაქვს კონსპექტები და უამრავი სახსნი. ხან ერთს ვკითხულობ, ხან მეორებს, ესე რა, გიგნა გიქროდეს თავში რა ცოტა, თავისუფლად. რო დაჯდები და მთელ დღე ამ კონსპექტებს წაიკითხავ, საშინელება არის. პლეიერი, ნახე, რაც შეხება პლეიერს, რა ტიპის პლეიერია, რომ წამის დავწვა ჩემი დიპლომებიო, რატო უნდა დაწვა კაცო, გამოვაკარი კედელზე. რა ტიპის პლეიერი იყო? რას ნიშნავს რა ტიპის პლეიერი იყო? ეხა ეგ ცნობილ ადამიანებზე ხა ისე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ვინ სხვადასხვა ტიპის აქტიობას ან იმას აკეთებს, ის ქმნის თავისი თამაშის სიუჟეტს ქმნის. ანუ როდესაც მასშტაბური ტიპის პიროვნება არის ადამიანი, ის ქმნის თავისი მატრიცაში, ის ქმნის თავისი თამაშის, ანუ ჯუმბერ ლეჟავა რა ტიპის პლეიერი იყო, ესეთი შეკითხვა არის. და კულტურულად რო გამოგვივიდეს პასუხის გაცემა, ანუ ყველა ესეთი ადამიანი თავისი თამაშის სიუჟეტს ქმნის თვითონ. ანუ ნახე, ჯუმბერ ლეჟავას ვინმემ სიტყვაზე დაავალა, რომ წადიო მთელი დედამიწა მოიარო ველოსიპედითო, ანუ ვერც ჯერ ეგეთი დავალება არ არსებობს, ვერც ვერავინ დაავალებდა და ეგეთი მომენტია. ანალოგიურია ჩემ შემთხვევაში, ხა მე ეგეთ გიგანტებს კი არ ვედრევი, მაგრამ ნახე რა ხდება იქ, როდესაც ადამიანმა თავისი მაქსიმუმ რაღაცა აი რო იტყვიან ტიტანური აზრები განახორციელა, მერე უკვე ადამიანი უკვე კიდევ უფრო წარმოუდგენელ მისიებს ისახავს თვითონ რა და რო განახორციელოს, იმიტომ რომ მამაკაცის მებრძოლი სული ამას ითხოვს. ხო და ამიტომ მეც ახლა ჩემს ცხოვრებაში წელს ვამბობდი, რომ აი ჩემს ცხოვრებაში თუ კი რაიმე წარმატება იყო, ყველაფერს რომ მივახციე, ანუ ადამიანი მამაკაცი რაღაც თხოვნა დაკავდა, რაღაცა საბრძოლოელი გჭირდება რა. ამისათვის მოვიგონე ესე ვთქვათ მისია ჩემთვის, რომ მოდი ქვეყნის მოსახლეობას გავიყვან მატრიციდან. და დავისახე მიზნად და ვაკეთებ ამ იმას რა, მისიას. კორპუსში იმიტომ ხალხი დანევროზებული, სულ მაგას ვამბობ, ბუნებაში გასასვლელად კი არავის ცალია. გრაფიკის გამო, ხო, ეგ სპეციალურად იქნება ეგ ყველაფერი. ხო, წელიწადში ხა ორჯერო ახალი საბადურის ტყეში ფოტოების გადასაღებად ეგ არ ვარგა. ანუ ბუნებაში როგორ არის, ბუნებაში 3 დღე, 4 დღე უნდა მიდიოდი ადამიანი და ასე შემდგომ. ამიტომ პროექტი ზომბი ზოუნის, ნახეთ, პროექტი ზომბი ზოუნის ამბავში, ანუ საველე აქტიობებს, რას და როგორ მოვიფიქრებ, მე ადრე ექსკურსიებს და ტურებს რო ვატარებდი, ეგრე აღარ იქნება, ხა ძალიან სხვანაირად იქნება. თუ კი რაიმეს მოვიფიქრებ, იქნება ესეთი რა, გრძელვადიანი და ბუნებასთან ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. იმასაც უნდა გაუძლო, რომ ტკიპა შეგიძურება გიკმენს, ყოღო გიკმენს, იქ ფოთლები მერე მოგიწევს სადღაც მდინარეზე ჩასვლა გახდა და იქ მდინარეში ცივწყალში ბანაობა. ანუ ეს ადამიანს სხვანაირად აცოცხლებს. იქ ნუნისში რო ვიყავ, იქნა გადამოვედი, მაგრამ რაღაცა ლაშქრობაზე რო ვიყავით, ნუნისში ზევით მთებიდან რო ჩამოვედი რაღაც ძველი ბილიკი აღარ იყო და მთებზე გორაობით მოვდიოდი. ბოლოს რო ჩავხტი მდინარეში, აი ესე მუცლიდან ტკიპებს ვიძრობდი ესე რა. მარასუფთა წყალი მოდის ვიბანა, ცოცხალი ხარ, მთელი 4 კედელში გამოკეტილი ხარ იმის გამო, რომ თვის ბოლოს ხელფასი მოგცენ, რომ რა, წახვიდე და ქათმის ფილე იყიდო. და მოდი უკაცრავად და წამოვწვევი ჰამაკში და ქათამს ვიყიდი, გავუშვებ ეზოში და ეს ქათმის ფილე თვითონ გაიზრდება. აი ეს არის მატრიციდან გასვლა, ამაზეა საუბარი, ხვდებით? ჩვენ ამ ცხოვრების მიმართ მიდგომები უნდა შევცვალოთ რა. ვინც ამას მოისმენს, ძალიან გამოადგება რა. ხვდებით? ვაფრენ ბუნებაზე ჭკუა მეკეტებაო, დღეს ზომბი ზომზე ისაუბრე რაო. ზომბი ზომზე ნაწილი ვისაუბრებ, მე შემოდგომაზე რა დავიწყოთ უფრო, იმიტომ რომ ჯერ ცხელა რა და მაწუხებს ეს. საბადურს ენერგია აღარ აქვს იმდენი ხალხი დადისო. ხო, თამარ, მაგრამ ის რა ქვია? ეს არის რა ქვია მაგას? საბადურის ტყე ის კი არ არის მარტო სადაც სამანქანე გზა გადის. ეგ არის თბილისის ეროვნული პარკი რა. ხა კი იცი შენ და ხა
თბილისის ეროვნული პარკი არის და ეგ არის, რა ვიცი, საგურამოდან იწყება და გადადის მარტყოფამდე. მთებია იმხელა. კარგი ადგილია სალაშქროთ რა, მაგარი ადგილი, მათ ველობილიკებიც არის და ანუ ისეთი სალაშქრო ტერიტორიებია, ხა თუ დითოვლაბაში არ წახვედი ძალიან და რაღაცა, დანარჩენი წლის ნებისმიერ დროს ანუ სადმე არ გაიჭედები, ან ძალიან დიდი ხეობები არ არის ჩავარდნილი, ანუ აი გაშლილი რა ქვია ცხილნარი და ფოთლოვანი ტყე და როგორც ქვია რა წიფელიოთ რა ქვია ცხილნარი და მუხები და გაშლილი ტყე არა ძალიან ლამაზია. პროფესია აღარ ყოფილა საჭირო. პროფესია როგორ არის საჭირო გააჩნია ზოგადად პროფესიას რა. უბრალოდ ეს პროფესია შენზე უნდა მოერგო. აქ საუბარი იმაზე რომ პროფესია უნდა მოიგო შენზე და არა ის რომ შენ მოერგო პროფესიას. სახეს იმიტომ მალავრო ქუჩაში მცნობენ მერე ხშირად. გიხდება ეგ ფერის მაიკაო, მადლობა. კაი მაიკაა ეს ხოთა შორის. რომ ცხელა ამიტომ უნდა გახვიდე ტყეში და გაგრილდეო. კი, ხო, ხვალე გავალ და მერე ვიქნა და გამოვალ ლაივში. ხო, მოდი ხა წავიკითხოთ. ეხლა დავიწყე. რა ვიცი, ვისაც ვიმას თუ გაინტერესებთ. ნუ მადლობა, ესე იგი. ეს არის ეს პარკი რო არ ვაშრიალო. Roblox-ი არა, Roblox არ ვთამაშობ. ისა მოგეთ ახლა დავიწყე მოსკოვის კანალიზაციას და წყლის გამწვენ სისტემების თარგმნა. ერთი გვერდი ვთარგმნე სადღაცა და მე გავაგრძელებ, მე ეფრემოვის ვიდეოები არის იქში, კიდევ ვიღაცების ვიდეოები არის იქში. და გავარკვევთ სად მიდის კანალიზაცია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისმის კითხვა, სად მიდის ადამიანური ნარჩენები, ფეკალიები, რომელსაც ადამიანი აწარმოებს, დღე-ღამეში დაახლოებით 9 კილოგრამს თითო ადამიანი. ზოგი თხევადი და ზოგი ნაკლებად თხევადი, მაგრამ თუ კი ქალაქში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 24 საათში 1 მილიონი კილოგრამი ფეკალიას 1 მილიონ კილოგრამ ფეკალიას მივიღებთ კანალიზაციის სახით. ანუ 1000 ტონა დღეში, დღე-ღამეში და ეს არ ჩერდება. ასე გრძელდება ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად და არავის არ შეუძლია პასუხის მოცემა მატრიცის გარდა. ახლა განვიხილოთ მოსკოვის მაგალითზე, როგორ ხდება ჯერ ქალაქის წყლით მომარაგება. ეს არის ოფიციალური ვერსია. მოსკოვის წყლის არხი წყალს მდინარიდან იღებს, ფილტრავს და წყლის მილების დახმარებით მოხმარებაში უშვებს. ხალხი სარეცხს რეცხავს, თავად ბანაობენ, თავიანთ ნარჩენებს ამატებენ კანალიზაციას და ეს ყველაფერი საკანალიზაციო მილებში მიდის. მერე ამ ყველაფერსაც ისევ ფილტრავენ და ამ გასუფთავებულ კანალიზაციას მდინარეში უშვებენ და მერე ისევ თავიდან იწყება წრე. დასალევ წყალს ისევ მდინარიდან იღებენ, წმენდნენ და ხალხისკენ უშვებენ. ხალხი იმას ამატებს, რაც უკვე ვთქვით და უშვებს კანალიზაციაში და ისევ წრეზე მიდის და მიდის ისევ ანალოგიურ წრეზე ეს ყველაფერი. ბოლოში კი ყველაზე გამფილტრავი ქარხანა იქნება, რომელიც მოსკოვში ააშენეს. წყალი კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ბუნებრივი რესურსია. გაერო აფრთხილებს, რომ მტკნარი წყლის დეფიციტი ჩვენი ცივილიზაციის წინაშე სერიოზულ გამოწვევად იქცევა, რომელთანაც 21 საუკუნეში ჩვენს ცივილიზაციას მოუწევს შეჯახება. განვითარების უზრუნველსაყოფად კაცობრიობამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ ბუნებიდან წყლის სწორად ამოღება, არამედ მისი სწორად დაბრუნებაც. ამ მხრივ მოსკოვი შეიძლება კარგი მაგალითი იყოს მეგაპოლისების უმეტესობისთვის და არა მხოლოდ რუსულისთვის. თითქმის ყოველი 10-დან 1 რუსი, სულ 12 მილიონზე მეტი ადამიანი. საშუალო თითო მოსკოველი დღეში დაახლოებით 135 ლიტრ წყალს მოიხმარს. ეს წყალი ბუნებრივი წყაროებიდან არის აღებული და გაწმენდის რამდენიმე ეტაპს გადის. ასევე არადაკლები ყურადღება ექცევა
ბუნებაში დაბრუნებული წყლის ფილტრაციასაც. ლენტა რუს ვებგვერდი აშუქებს თუ როგორ მუშაობს მთელი ეს სისტემა, საიდან მოდის წყალი, როგორ ხდება მისი გაწმენდა და უსაფრთხო თუ არა კანალიზაცია. ანუ ეს არის ოფიციალურ ვერსიებზე საუბარი, მაგრამ საქართველოსთან იგივე ერთ ხა თქვა თბილისის შემთხვევაში არის მაგალითად ნახე როგორ არის თბილისის შემთხვევაში აშენდა თბილისის ზღვა, ანუ ეს წყალსაცავი, იმისთვის რომ წყალი მიეღოთ, იქ მდინარეები შესულიყო და იქ ანუ აქ რაღაცებს ფილტრავენ ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ მდინარეებიდან სიტყვაზე ვიღებთ ნაწილს ახლა აქ რა, ან ძირითადად როგორც არის რა, მაგრამ თბილისის ნახე, თბილისის ეს მაგალითიც ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ქალაქების არსებობა შეუძლებელი იქნებოდა წინა პერიოდებში, ანუ ცივილიზაციური, ანუ ტექნოლოგიური მოწყობის გარეშე, ანუ ცივილიზაცია, ანუ უნდა გაშენებულიყო რაღაც, ანუ ნახე, ხალხი უნდა ჩაიტვირთოს პირდაპირ აშენებულ ქალაქებში. იმიტომ რომ ჩვენ ახლა როგორ გონია იცი, რომ ეს ყველა გაზი და წყალი და დენი რომ მოგდის შენ სოფელში, ყველგან ეგრეა, ანუ ნახე, წინა პერიოდში გაზი არ ქონდათ, ანუ წყალი არ ქონდათ სახლებში და დენი არ ქონდათ. გაზი უეჭველი არ ქონდათ და დენი უეჭველი არ ქონდათ. ანუ ოფიციალურ ისტორიას რო შევხედოთ. რჩება წყალი. ეხლა წყალზე როგორი სიტუაცია არის? არის ადგილები, სადაც ჭები ქონდათ, არის მაგალითად ეხლა იმერეჯდეკით არის ადგილები, სადაც წყაროები პირდაპირ ეზოებში ამოდის. მე ვიცი კაცო, მაგრამ ნახეთ ანუ ადრე ჭაბურღილს ვერ ანუ ბურღს თუ ჭაბურღილს რაღაცა ვერ დაარტყავდნენ. ანუ ტექნიკა ხო არისო. მარტო ხელით თუ ამოთხრიდნენ ჭას, ახლა მე მაგათად ერთ-ერთ სოფელში მე მაგ ჭა, ალბათ შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ალბათ კი არა ეგრე იქნება, რომ საქართველოში არის ყველაზე პატარა ჭა. იმიტომ რომ მიწის ზედაპირიდან წყალი დგას სადღაც მეტრანახევარში დაბლა რა. სადღაც მეტრანახევარში დაბლა დგას რა. ძალიან ახლოს არის ამოსული წყაროები. თუ ორგანოები არ გვაქვს ბარიატრია რომ გავიკეთე რა დამიპატარავესო. სხვათა შორის ორგანოების არ ქონაზე უკვე მასშტაბურად დაიწყო საუბარი. ფიზიკურად გამორიცხულია რომ ადამიანს ქონდეს ორგანოები. როდესაც იქ შენ სკანერზე შედიხარ რაღაცა იმას რენტგენს იღებ, ოპერაციას იკეთებ, ოპერაციის დროს ყველაფერი ესენი იმაშება რა ქვია. ანუ მატრიცაში, ანუ სიმულაციურად იხატება. კეთდება ოპერაცია და შიგნით მე ყველაფერი შინაგანი სამყარო შინაგანი ორგანოები ქრება. მაგალითად, ეხლა დიდი ღერები რო დავიჭირეთ, სათევზაოდ იმერეთში რო ვიყავით და დიდი ღერები დავიჭირეთ, იქ შედით და ნახეთ YouTube-ზე. მე ვიდეოში მქონდა ნათქვამი, თევზები არ არსებობენ თქო რომ ვთქვი, რომ იქ ვიდეოში ვილაპარაკე, რომ თევზს როდესაც გაჭრი და გამოაყრევი ნაწლავებს, შეგიძლია ნახო, როგორ არის ჩაყრილი, ესე რო აიღო მუჭით და ჩაყარო ორგანოები. არაფერი კავშირი ერთმანეთთან მაგ ორგანოებს არ აქვს. პატარა გადაბმებით არის ერთმანეთთან, პატარა გადაბმებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მეთქი გავჭრათ მეთქი რომ ვიდეოში მოვაჩვენო ხალხს მეთქი. გავჭერით და ჯერ ის ორი თევზი იყო, ერთი ქაშაყი თუ რაღაც თუ ერთი და მეორე მოკლედ ის ბინძური თევზი რო რაღაც ხრამულიო თუ რაღაც. იმასთან ვაფშე საშინელება იყო, იმას რაღაც ბალახები ქონდა ნაჭამი, ანუ ორგანოებში რო ჩავხედე, ანუ აჯაფსანდალი გეუბნები, აჯაფსანდალი არის, ჩვეულა აჯაფსანდალი რო დაჭერა და მუცელში ჩაუყარო. იქ ხო საერთოდ კატასტროფა იყო იმის მუცელში და ამას ამ ქაშაყი თუ რაღაცა იყო თუ წვერა თუ რაღაცა საერთოდ არაფერი ნაჭამი არ ქონდა, ვაფშე გრამი ნაჭამი არ ქონდა არაფერი. ორგანოები იყო ესე მიყრილი, ზოგიერთი ორგანო ვაფშე რო ვერ გაიგებ რა არის. ამიტომ არის მაგის დადასტურება. იქ რაიმე, ნახეთ რას მეც მიჭირს გაგება, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები. მაგას მართლა რო დავაკვირდი, იქ რაღაცა ბიოლოგიურ პროცესებზე საუბარი, იმ თევზი უბრალოდ გაჭერით და ნახეთ. პროსტა წარმოუდგენელია. ჯერ ბაბუაჩემი, ორივე ბაბუაჩემი ხო პროფესიონალი მეთევზეები იყვნენ მთელი ცხოვრება. ბაბკაცი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო მეთევზე, მიუთკიცებდა
ანუ მე ხა ოფიციალურ ბიოლოგიას რო ვსწავლობდი სკოლაში, მე კაცი მიმტკიცებდა რომ თევზო გული არა აქვს. თევზ გული აქვს ლაყუჩებთან. გამაგიჟა მეთქი რანაირად არა გული ბიჭო კაცი მე თევზე ხარ სკოლის მოსწავლე ვიყო მაგას ვიჩხუბებოდი რანაირად არის რომ გული აქვს მეთქი. ხო და ადამიანი ვერ იცოცხლებს, ადამიანი ცოცხალი არ არის, ადამიანი არ არის ცოცხალი ორგანიზმი, ადამიანი არის ავატარი. მორჩა და გათავდა, მან არის ეგ არის ავატარი. უკვე მან ციგრმებში როდესაც ინფორმაციურად შეხვდით, მიხვდებით. ავატარი ეს არის უბრალოდ აბალოჩკა, გარსი, ანუ სკაფანდრი რა. ხო, ეს ბუშტი არის ჩაკერებული, მე მაგ ბუშტის საჰაერო ბუშტის პრინციპი არის აღებული წყალქვეშა ნავებზე, რომელიც აი სრულად წარმოუდგენელია, რომ რაღაცა ჰაერი ერთი ავზიდან, ანუ წყალქვეშა ნავში, ერთი ავზიდან მეორე ავზში ჰაერი გადაიტანოს და ერთი ავზიდან მეორე ავზში რაღაცა წყალი გადაიტანოს და ამის მიხედვით ამდენი 20,000 ტონიანი, 25,000 ტონიანი წარმოიდგინეთ 25,000 ტონიანი ნავი, წყალქვეშა ნავი. ეგრევე ჯერტყიასავით ხომ უნდა ჩაიძიროს და ადიოდეს ზევით და ჩამოდიოდეს წყლის სიღრმეებში. ეგეც მატრიცა არის წარმოუდგენელია, მაგაც სად ვიყავი ხა? ხო, აქ ხა წყალი მოდის სიტყვაზე თბილისის ზღვიდან მოდის და ასე შემდეგ, მაგრამ მოგეთ აი აქ მოსკოვის შემთხვევაში და სხვა ქალაქების შემთხვევაში რაც არის ნათქვამი ესე იგი აქ ანუ ძირითადად ქალაქებში ანუ იმიდან წყაროებიდან არაფერი წყაროებიდან არ მიეწოდება ეს თვითონ ჩაშენებული არის ეგ რა არის ჩაშენებული არის წინასწარ ქალაქებში ეს წყალგაყვანილობის სისტემა რომელიც წესით და რიგით ну ზოგან მდინარეებიდან კი მოდის ზოგან რაიონებშიც არის ხა ეს წყლის ავზები და რაღაცეები ხა მაგაზე არ ვსაუბრობთ ჯერ რა უნდა მეთქვა ხო მაგრამ ძირითადად ან მეგაპოლისებში და დიდ ქალაქებში ძირითადად ეს წყლის მომარაგება მოდის მიწისქვეშა ცივილიზაციიდან ეს ამიტომ უნდა გავყოთ რამდენად ეს მოდის D1 ვერსიაში ჩვეულებრივ დავტოვებთ D2 ვერსიაში იქნება რომ მიწისქვეშა ცივილიზაციიდან მოდის და D3 ვერსიაში ეს ყველაფერი უბრალოდ მატრიცაში შემოდის არსაიდან რა ეს სამი ვარიანტია ხო პირველს უბრალოდ ოფიციალურ ვერსიას ვტოვებთ მაგრამ ფაქტია რომ საიდანაც მოდის ეს წყალი რა ხო ეხლა გავაგრძელოთ წყლის ლენტა რუს ვებგვერდი აშუქებს თუ როგორ მუშაობს მთელი ეს სისტემა საიდან მოდის წყალი როგორ ხდება მისი გაწმენდა და უსაფრთხოა თუ არა კანალიზაცია ну ეხლა აი წარმოიდგინე ხახნო რა უნდა გაფილტრო აი კანალიზაციის წყალი ჩადიოდეს დინარეში მე ეს წყალი უკან ამოდიოდეს ფილტრავდე და ისევ სასმელ წყლად აქცევდე ეგ არის ანუ აი უბრალოდ აბსურდია რა ვერანაირად ვერ აქცევ კანალიზაცია გარეულ და აი რა ქვია მაგას აი თელი ამდენი ფეირი და ქიმია და შამპუნები ხო შეიძლება კანალიზაციის ქვეშ ცხოვრობენ ცივილიზაციები კი სიმსონებში გაჩვენეს სხვათა შორის ამდენი შამპუნი ამდენი ქიმია ამდენი სარეცხი მანქანის წყალი შენ რითი უნდა გაფილტრო ესე იგი კიდე ერთი იმდენი ქიმია უნდა დაამატო რომ სასმელი წყალი მიიღო ეგ არის წარმოუდგენელი რა წყლის გამწმედი ნაგებობები წყლის სასმელი ანუ თელი წყლის გამწმედი ნაგებობები ხო და ნუ შემაძლევს წყლის დალევას ხო და წყლის დალევა კი არ უნდა შეგზიზღდეს იმიტომ რომ ეგ ოფიციალურად რაც ამბობენ ეგ ტყუილია სინამდვილეში ჩვენ მოგვდის სუფთა წყალი მოგვდის ანუ მდინარეებიდან გაფილტრული წყალი არ მოგვდის ქვედა ცივილიზაციიდან მოგვდის სუფთა წყალი ასე რომ წყალი სვი რამდენიც გაგიხარდება უბრალოდ ეხა იქ რუსთავში და ზოგიერთ ადგილზე სადაც ცუდი წყალი მოდის ეგ თვითონ გაყვანილობა არის ცუდი და მაგისტრალია რა ან ზოგან აუზი არის იქ რაღაცა წყლის საცავი აუზი ბინძური და არულიან და ასე შემდგომ თვითონ მუნიციპალიტეტის ბრალია რა და წყლის გამწმედი ნაგებობები წყლის სასმელი ხარისხის მისაცემად მრავალსაფეხურიან პროცესს გადიან პირველ რიგში ის კოაგულაციით იწმინდება რაც წყლის გასუფთავებისა და გაუფერულების პროცესია ქიმიური კოაგულანტების გამოყენებით რომლებიც ნალექს წარმოქმნიან შემდეგ წყალში ქვიშის ფილტრებს უშვებენ და ქიმიკატებით დეზინფექციას გადის თავარი ამოცანა
ხო, მთავარი ამოცანა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, მოსკოველებისთვის სუფთა წყალია. მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფა, ამიტომაც 4-ვე წყლის გამწმედ ნაგებობაზე ჩრდილოეთის, დასავლეთის, რუბლიოვსკაიასა და აღმოსავლეთის უახლოესი გამწმედი სისტემების დანერგვის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს ოზონის სორბციული მემბრანული სისტემებით წყლის 60% გადის. ამბობს მოსკოვის მერის მოადგილე, საბინაო, კომუნალური და საზოგადოებრივი სამუშაოების საკითხებში პიოტრ ბირიუკოვი. ეს არის სტატია, მე გავაგრძელებთ რა. ანუ თითქმის აქ რაც არის ლაპარაკები, თითქმის ყველაფერი ტყუილია აქ რა, იმიტომ რომ თვითონ ეს წყლის გამწმედის სისტემები განსაკუთრებით რუსეთში არის ღია ცის ქვეშ, აი ესეთი დიდი მრგვალი აუზებია და ჩათვალეთ იქ ფიზიკურად ვერაფერი ეს გაჩერებულია ეს სისტემები, იმიტომ რომ ნახევარი წლის, ანუ წელიწადში ნახევარი წელი თოვლი და ყინვა რუსეთში. ანუ მყარი მასა, ანუ გაყინულია წყლები, რა უნდა გადაამუშავო. ამიტომ მაგ გაყინული რო არ მაგ საკითხს მე ეფრე მოვიეხება და კიდე რამდენიმე ვიღაცა არის რა ბლოგ რაღაც ვიდეოები მაქვს შენახული. ამიტომ ამ თემას მე გავაგრძელებთ, კარგად დავამუშავებ და უკვე შემოდგომაზე დავიწყებთ აი ამ საკითხებს რა. ანალიზაციის საკითხებს და კიდე რამდენიმე იმას. კაი ბატონო. შეკითხვები თუ გაქვთ, დასვით თუ არა და წავედი. სამშვიდობის Мне показали, что Земля это поверхность, и на ней плавает помимо нас еще офигеть сколько цивилизаций. Мне показывали ровную поверхность, ну как диск. А что наше расположение Земли... ხო, მოკლედ ერთ თქვა დავამატოთ, მოკლედ გულის თემაზე. მოკლედ ესეთი რაღაცა ითქვა. მეოთხე განზომილებაში ვინც გადავიდაო, მათ გული აღარ აქვთო რა. ზოგადად არც თავიდან არ ჰქონია არავის გული, მაგრამ მოკლედ ახლა პირდაპირ გადაჭი შეიძლება ითქვას, რომ გული აღარ აქვთ გულგაჩერებულ ხალხს რა. გულგაჩერებული ხალხი ვერაფერს ვერ მომიმოქმედებთ. ანუ ეს მართლა ნახეთ, აი მართლა გონებისთვის არის წარმოუდგენლად დაუჯერებელი, მაგრამ მატრიცაში ანუ რა ხდება, ეს არის კოსმოსური სიხშირეები, რომელიც შემოდის და განახლებას გადის, მოკლედ რეალობას ცვლის. განსაკუთრებით მანდელას ეფექტები, ანუ მანდელას ეფექტები ჩანაწერებში და ვიდეოებში აი ვიდეოში კი არა, კინოებში, ძველ ფილმებში მანდელას ეფექტი რომ ცვლის რეალობებს, ესე იგი აქ ორგანიზმზეც არის გადასული ეგ შეცვლა რა. ო ბიჭო, რა ჩაცხა თუ მემცხელა, რა უბედურება წვიმს და რა მაგრა ცხელა. ხო, აი მენა ჩაგუდული ხაერია რა, მენა წავედი ხა ცივი დუში მივიღო რა თორე.
კაი, წავედი, მოგეთ ხალხი არ არის, კითხვები არ აქვთ. ჩანწერს დავდებ ხვალ. ღამე მშვიდობის, კარგად იყავით.